რუსთავში კოსტავას ქუჩის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაში შევიდა. რამდენიმე თვიანი სამუშაოების შემდეგ ქალაქში შეცვლილია კომუნიკაციები და ქუჩებში ქვაფენილის და ბეტონის გზის დაგება დაიწყო. ქვაფენილი, შენობის განახლებული ფასადები, ახალი მოსაცდელები ადგილი პარკირებისთვის. ეს რუსთავის ახალი იერსახეა. კოსტავას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები ქალაქში უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. 4 მილიონ ნახევრიანი პროექტი ქალაქის ამ ნაწილის სრულ რეაბილიტაციას გულისხმობს. როგორც პროექტის ავტორები ამბობენ, რეაბილიტაცია ისე მოხდება, რომ რუსთავის ძველი სახე მთლიანად შენარჩუნდება. ხელუხლებელი დარჩება თაღები და ჩუქურთმები. შენობები კი თბილ პასტელურ ფერებად შეიღებება. ყველა აღნიშნული ფასადი არის შენარჩუნებული, ყველა დეტალი, არქიტექტურული დეტალი არის შენარჩუნებული და ზოგი დეტალი, რომელიც იყო თქვა დაზიანებული ან ჩამოვარდნილი, ესე თქვა, ყველა არის განახლებული იგივე ფორმებში. შენობების გარდა სრულად შეიცვლება საფეხმავლო და სამანქანო გზა, რომელიც ბეტონითა და ქვაფენილით მოეწყობა. ადგილი იქნება პარკირებისთვის, პროექტის ავტორთა განმარტებით მთლიანად შეიცვლება კომუნიკაციები. მიმდინარე დროისთვის აგერ კაცშიც ხედავთ ჩანს კიდევაც იცვლება აბსოლუტურად ყველა სახის კომუნიკაცია, როგორც სანიაღურე სისტემა, ასევე ელექტროგაყვანილობები, ასევე მიმდინარეობს ბინებზე განათებების მოწყობები, გარე განათებები. ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ მსგავსი მასშტაბის პროექტი რუსთავში პირველად ხორციელდება. განახლებულ ქალაქში ვიზიტორთა რაოდენობის ზრდას ელოდებიან. არაფერს იერსახეს განსაკუთრებულს არ უცვლით, ანუ ძველი ფორმით რჩება ყველაფერი, ფასადებიც ისეთ ფერზე შეიღებება, რომ ანუ მაქსიმალურად მიახლოვებული იქნება იმ სტილის თავისუფლად დაცული იყო და როგორც აშენდა ქალაქში თავისუფლად ამესუბანი. პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს. სამუშაოები რუსთავში წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.